მოგესალმებით ეთერშია გურიის ახალი ამბები, მე თამთა დოლიძე ვარ. ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებული წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო. გურიატივი ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომლებიც მონაწილეობას იღებენ კენჭისყრაში, იწვევს გადაცემებში მონაწილეობის მისაღებად. მოგმართეთ ვებგვერდზე FMS.G. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა მსოფლიოს ქვეყნებში ადამიანის უფლებების შესახებ 2024 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებაც არის საუბარი. 2024 წელს საქართველოში ადამიანის უფლებების მნიშვნელოვანი ნეგატიური განვითარების ფაქტები მოიცავდა ეგრეთ წოდებული უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის ძალაში შესვლას, რომელიც ზღუდავდა გამოხატვის თავისუფლებას, აღნიშნული ანგარიში. დოკუმენტში ასევე ნახსენებია ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონი, რომელიც ანგარიშის თანახმად გამოხატვის გარკვეულ ფორმას კრიმინალიზაციას უწევდა. ანგარიშის მიხედვით ადამიანების იძულებისა და ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების კამპანიამ შეზღუდვა გამოხატვის თავისუფლება, განსაკუთრებით ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან მიმართებით. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ გასულ წელს შეინიშნებოდა გამოხატვის თავისუფლებისა და მედიის თავისუფლების სერიოზული შეზღუდვები, მათ შორის მოქალაქეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობა და ძალადობის მუქარა, ჟურნალისტების დაუსაბუთებელი დაკავებები და სისხლის სამართლებრივი დევნა, ეგრეთ წოდებული გამჭვირვალობისა და ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონების შემაძრწუნებელი გავლენა. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ გადადგა ნაბიჯები ადამიანის უფლებების დარღვევის ჩამდენი ზოგიერთი ოფიციალური პირის მიმართ გამოძიებისა და დასჯისათვის, დაუსჯელობა კვლავ პრობლემად რჩება, აღნიშნავს სახელმწიფო დეპარტამენტი. ანგარიში საუბარია ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარებისა და რუსეთისა და დე-ფაქტო ხელისუფლების ქმედებების შესახებაც. დოკუმენტში საუბარია ჟურნალისტებზე ძალადობის შემთხვევებზე. მედიის თავისუფლების 30-ზე მეტი დარღვევა მოხდა 26 ოქტომბრის არჩევნების პერიოდში, მათ შორის ტექნიკის დაზიანება, სიტყვიერი თუ ფიზიკური თავდასხმები და დაშინება, ვკითხულობთ დოკუმენტში. სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ასევე აღნიშნულია, რომ პროევროპული დემონსტრაციების დროს აქციის 450-მდე მონაწილე დააკავეს ადმინისტრაციული დარღვევების კოდექსის საფუძველზე. ანგარიში ასევე ნათქვამია, რომ ჟურნალისტებისა და აქტივისტების მიმართ ადგილი ჰქონდა სისტემურ შევიწროებას. ანგარიშის თანახმად ნოემბრის ბოლოსა და დეკემბერში მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა. ხელისუფლების წარმომადგენლები ან უცნობი პირები, რომლებიც სავარაუდოდ მმართველი პარტიის ქართული ოცნების დავალებით მოქმედებდნენ, ძალადობრივად დაესხნენ თავს მედიის ათობით თანამშრომელს, რომლებიც საპროტესტო აქციებს აშუქებდნენ. მძიმე დაზიანებების შესახებ მოხსენებებში იყო ხერხემლის ძვლების, სახის ძვლების მოტეხილობები და ქიმიური დამწვრობები. რამდენიმე ჟურნალისტს საავადმყოფოში მკურნალობა დასჭირდა, აღნიშნულია დოკუმენტში. სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს გამოხმაურება მოჰყვა თბილისში. ტრამპის ადმინისტრაციის დროს ეს არის პირველი ანგარიში, სადაც უკიდურესად კრიტიკული გზავნილებია ქართული ოცნების მიმართ, საუბარია ძალადობაზე, საუბარია მედიის მიმართ განხორციელებულ უპრეცედენტო ზეწოლაზე, რაც ჩემი აზრით პირდაპირ აჩქარებს მეგობარი აქტის მიღების პროცესს. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქართულ ოცნებას არც დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან არ აქვს არავითარი შანსი რაიმე სახით ვითარების ნორმალიზების ან ლეგიტიმაციის მიღების. ტრამპის ადმინისტრაციის პირველი ანგარიში ადამიანის უფლებებზე ფაქტიურად მიწის მიყრაა ქართული ოცნების არალეგიტიმურ რეჟიმზე, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით მათხოვრობს ლეგიტიმაციას, მაგრამ ვერსად ვერ პოულობს მას. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე და ნეგატიური ანგარიში, რომელიც ამბობს, რომ ქართული ოცნების რეჟიმი არის ავტოკრატიული რეჟიმი, რომელიც დევნის პოლიტიკურ ოპონენტებს, აპატიმრებს ჟურნალისტებს, ზღუდავს ყველა ფორმის თავისუფლებას და დევნის თავისუფალ აზრს. ჩვენ მივესალმებით დიახ იმ ცდელობას, რომ მაქსიმალურად ესე იგი პოლიტიკური მდგენელი, პოლიტიკურად და პოლიტიკურად მოტივირებული არ იყოს მსგავსი ანგარიშები და ჩვენ თუ შევადარებთ წინა წლების ანგარიშებს, ამ მხრივ არის ბევრად გაუმჯობესებული და ბევრად უკეთესი ანგარიში წინა წლებთან შედარებით. თუმცა კიდევ ერთხელ ჩვენ ნახეთ არაერთი მონაკვეთი, არაერთი კომპონენტი, რომელიც ეფუძნება მხოლოდ და მხოლოდ აღქმებს და შთაბეჭდილებებს და სწორედ ამიტომ ჩვენ ვთხოვთ, რომ მაქსიმალურად ფაქტებზე, ფაქტების საფუძველზე და ფაქტების საფუძველზე გააკეთონ შეფასებები და ამ ნაწილში ჩვენ მზად ვართ მათთან თანამშრომლობის. გურიაში თებერვლის სტიქიის დროს დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროცესი დაიწყო.
მთავრობის 10 ივლისის განკარგულებით ოზურგეთის მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი თანხა 14.175.000 ლარია. ლანჩხუთისთვის 7.365.000 ლარი, ხოლო ჩოხატაურისთვის 3.805.000 ლარი. პირველ ეტაპზე ამჟამად იმ საცხოვრებელი სახლების შეკეთება მიმდინარეობს, რომლებსაც სახურავი მთლიანად ჩაენგრა, მაგრამ აღდგენას ექვემდებარება. პირველი ეტაპის შემდეგ კი დაიწყება მცირედად დაზიანებული სახლების რეაბილიტაცია. ხოლო ბოლო ეტაპი იქნება იმ მოქალაქეებისთვის შესაბამისი დახმარების გაწევა, რომელთა საცხოვრებელი სახლები სრულად დაინგრა. გურიაში დაიწყო და აქტიურად მიმდინარეობს თითოეულობის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლების აღდგენის პროცესი. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით მუნიციპალიტეტებისთვის უკვე გამოყოფილია სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიების პირველ ეტაპზე 25.345.000 ლარი, რაც მოხმარდება იმ საცხოვრებელი სახლების სახურავების რეაბილიტაციას, რომელიც თითოეულობის დროს ჩაინგრა. რეგიონის მასშტაბით განხორციელდება 1000-ზე მეტი ინდივიდუალური და 50-ზე მეტი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოები. მუნიციპალიტეტების მიერ ხელშეკრულება გაფორმებულია 12 სამშენებლო კომპანიასთან, რომლებიც პასუხისმგებლები არიან სამუშაოების ხარისხიან და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში შესრულებაზე. დღეის მდგომარეობით უკვე დასრულებულია 73 ინდივიდუალური და 4 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოები. მინდა მოქალაქეებს მივაწოდო ინფორმაცია, რომ სათანადო დახმარებას მიიღებს ყველა ის ოჯახი, ვინც სტიქიის შედეგად დაზარალდა და დახმარების საჭიროება აქვს. ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლება აქტიურად მუშაობს, რომ შესაძლოა მოკლე ვადაში დაიწყოს სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების მეორე ეტაპი. უახლოეს პერიოდში სათანადო დახმარება გაეწევათ იმ ოჯახებს, რომელთა საცხოვრებელი სახლები თითოეულობის შედეგად სრულად განადგურდა, ან რომელთა სახურავები ნაწილობრივ არის დაზიანებული. შინაგან საქმეთა სამინისტრომ თურქ კოლეგებთან ერთად ჩატარებული მოქმედებების შედეგად 12 ძებნილი პირი დააკავა. ამის შესახებ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. დაკავებულები თურქეთის პოლიციის მიერ საერთაშორისო დონეზე ბოლო 5 წლის მანძილზე გამოცემული ინტერპოლის წითელი ცირკულარის საფუძველზე იძებნებოდნენ. დაკავებულ პირთა შორის არიან მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში ბრალდებული პირები. კერძოდ, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვის მკვლელობის მცდელობის, ყაჩაღობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების, ორგანიზებული კრიმინალური დაჯგუფების შექმნისა და წევრობის, გამოძალვის, ქურდობის, ცელსასროლი იარაღის უკანონო შეძენა შენახვასა და ტარების, ნარკოტიკული დანაშაულის, დოკუმენტების გაყალბების, საინვესტიციო თაღლითობასა და მითვისების 178 ეპიზოდის ჩადენაში ბრალდებული ძებნილი პირები. პირველ რიგში მივესალმები ჟურნალისტებს, ჩემს კოლეგებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს, ასევე წარმატებულ ოპერაციაში მონაწილე ყველა კოლეგას. თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს და სრულიად პოლიციის სახელით მადლობას გიხდით ჩატარებული წარმატებული ოპერაციისთვის. ღრმად დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ნაყოფიერი თანამშრომლობა გაგრძელდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ შეძენა შენახვისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ბრალდებით 3 პირი დააკავეს. დანაშაული 12-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დაადგინდა, რომ იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილების უბნის ინსპექტორმა მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით 2 მოქალაქეზე მოახდინა ნარკოტიკული საშუალება მორფინის უკანონო რეალიზაცია. მოქალაქეების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცება დამოღებული იქნა ნარკოტიკული საშუალება მორფინი და ნარკოტიკული საშუალება ბუპრენოფრინი, რომელსაც ბრალდებულები მარხსაწინააღმდეგოდ ინახავდნენ. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით და 260 ტერცია მუხლის მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს. წერია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. დღეისათვის სულ ეს იყო, მე მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ.